დილამშვიდობისა, დღეს 7 აპრილია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად. მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს, სრულიად საქართველოს ყველას გილოცავთ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს, ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, მშვიდობიან ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. სულ სიკეთით და სიხარულით აღგეღნიშნოთ ეს დღე და რა თქმა უნდა მეც გილოცავთ ყველას. ჩვენ კი შევეცდებით რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. ვიდრე გაგაცნობდეთ გადაცემის ანონსს, ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 7 აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას. ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს კიდევ ერთხელ, რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. როგორც უკვე მოგახსენეთ და მოგიხსენებათ, 7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სწორედ დღესასწაულთან დაკავშირებით ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად შემოგვერთდება ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, საერთაშორისო საღდგომო ფესტივალი იწყება. საკონცერტო მრავალფეროვანი პროგრამა 2 მაისიდან დაიწყება და გაგრძელდება 3 ივნისამდე. კონცერტები გაიმართება თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბორჯომსა და ბათუმში და თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი მანნა ხვედელიძე. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საინტერესო გამოფენის გახსნისთვის ემზადება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვერცხლის უნიკალური ნიმუშები, რომელიც მოიცავს საქართველოში მე-19 საუკუნეების პერიოდს. გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ ნინი გელაშვილის სიუჟეტს. თარჩით ჩვენთან ერთად არ გადართოთ, ახლა კი ვნახოთ ამდის პროგნოზი და ერთად შევიტყოთ, როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. დაუბრუნდით ეთერში შემოგვიერთდა მოძღვარი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.
დილომშვიდობისა მამა გიორგი. გილოცავთ ხარების დღესასწაულს და დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა გაგახაროთ. მიულოცავ ჩვენ სამშობლოს დღევანდელ დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. დიდი სიყვარული ჩვენს უწმიდეს პატრიარქს ალბათ გემახსოვრებოდ თქვენაც რომ ბრძანებდა პატრიარქი მის სიტყვები მახსოვს რომ ხარებას იმხელად დიდი ეს დღესასწაული ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდესო. ჩვენს ბავშვობაში ესეც მახსოვს რომ აი მოხუცების ამასვე იმეორებდნენ და იმიტომ არ იკეთებს ბუდესო რომ არასალიათო გალობენ უგალობენ ღვთისმშობელსო და ადიდებენ განადიდებენ ამასო და მართლაც გამოჩვეულად დიდი დღესასწაული არის. წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი ბრძანებს რომ შული მოსესგან მოგვეცა მიეცა ებრაელებს ხოლო ჭეშმარიტება ქრისტესგან და შემდეგ ამბობს რომ ქრისტეს მოსვლის ხარებით ჩვენი ხსნის საწყისი იწყებს ყველა დღესასწაულის ყველა სიკეთის სათავე და საწყისიო ამიტომაც მალადეულის სიხარულის დიახ ასევე მინდა რომ ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს აკადემიაში ვატარებ სასულიერო აკადემიაში და იქაურ პედაგოგებს, სტუდენტებს სიყვარულით მიულოცავ ამ განსაკუთრებულად ამას დღესასწაულს. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი. რა თქმა უნდა, უდიდესი დღესასწაულია ბუნებრივია მართლმადიდებელი სამყაროსთვის და რომ გავიხსენოთ, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ის ისტორია, რაც უკავშირდება ხარებას. დიახ. აი ხარების თაობაზე უშუალოდ აი ეს ეპიზოდი სახარებაში მარტო ლუკა მახარებელთანაა გადმოცემული. თუმცა კი უნდა ვთქვათ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ცოტა ვცრად რომ მოვყვეთ, რომ კარგად გავიაზროთ ამ დღის და ამ დღესასწაულის მნიშვნელობა. ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა ასაკოვანი იყვნენ, ისე რომ შვილი არ ყავდათ და დიდ ყოველწლიურად შესაწირავს წირავდნენ ტაძარში და სავედრებელი მსხვერპლი იყო, რომ შვილიერებით დაჯილდოებული ყოფილიყვნენ. ერთხელაც არ მიიღესო იერუსალიმის სასულიერო პირებმა მისი შენაწილი ძღვენით და წავიდა უდაბნოში იოაკიმე გააგზავნეს რომ ელოცა და უფალი გამოუჩენდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. არ მიიღო ძღვენი იმიტომ რომ შენ შვილი არ აყავს, იგი დასჯილი ხარ უფლის მიერ და გარკვეული სასჯელის ქვეშ ხარ ალბათ. ხოლო მისი მეუღლე ანა სახლში არის და ლოცულობს და ესე მოხდაო რომ ჩიტების შხურტულს უსმენს გალობას და ცრემლით ევედრება უფალს რომ იქნებ მოგვცე შვილი ჩიტების კი ხარობენ თავის პარტყების შხურტულით. რაც შეეხება იოაკიმეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა რომ მიეცემოდა მას შვილი. ასევე ანასაც ეუწყა და მოდიან გახარებული რომ ანამ არ იცის სად არის იოაკიმე მიდიან და ერთმანეთს შეხვდებიან ოქროს კარიბჭესთან. ამას ამისთვის ავიწყეს ამ ისტორიის თხრობა რომ იერუსალიმი აღმოსავლური ქალაქების ტრადიციებს გასად გალავნით იყო გარშემორტყმული და ჰქონდათ კარიბჭეები, ალბათ გვახსოვს სახარებიდან ბეთეს და ცხარცაბანელი, ერთ-ერთი იყო ოქროს შესასვლელი. აი ნემსის ხვრელი ესეც შესასვლელიც იყო სახარებიდან გვახსოვს და ოქროს შესასვლელთან შეხვდებიან ერთმანეთს და აუწყებენ ამ სასიხარულო ამბავს. და ამას რატო ვამბობ, რომ როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, სწორედ ოქროს შესასვლელით შედის, აი ერთ კვირაში იქნება ეს დღესასწაული. და ამას იმიტომ რომ აი მიახარებენ ცოლ-ქმარი ერთმანეთს რომ უნდა მოვიდეს მათი შვილი მემკვიდრე, რომელსაც წმინდა მამები სხვა ევას, მეორე ევას უწოდებენ. თუ პირველმა ევამ თავის დაუკვირვებლობით 60-დან გამოიყვანა ადამი და მოდგმა მათი, მეორე ევა 60-სთან მიყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ხოლო სხვა იგი ადამი, აი იესო ქრისტეს კი 60-ში შეყავს და მას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ეს ხდება უწყება. ამის შემდეგ როცა ღვთისმშობელი იშვება, 3 წლისა ტაძარში მიიყვანენ, იქ იზრდება და ებრაული ტრადიციის თანახმად ტრადიცია კი ეს ჯულის შემადგენელი ნაწილი არის. ჯული კი ებრაელთა კონსტიტუცია არის. კონსტიტუცია რომელიც ცნებებისგან, კანონებისგან, ტრადიციებისგან შედგება. მათი სახელმწიფო იყო თეოკრატიული სახელმწიფო და საღვთო კანონებით იმართებოდა. და მათი ჯულის მოთხოვნის შესაბამისად გოგონა რომელიც 14 წელს მიაღწევდა ის აუცილებლად უნდა გათხოვილიყო. რადგანაც ყველა ტომს 12 ტომი იყო და ყველა ტომს ჰქონდა თავისი მისია, რა უნდა გაეკეთებინა უფლის წინაშე, უფლის მიერი ასე მინდობილი მათზე. და რომ არ დაყოვნებულიყო აი ეს განზრახვა მათ ტომებში, თითოეულ ტომში რა იყო, აი სავალდებულო იყო ყველა გოგონა გათხოვილიყო. რადგანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი 14 წლისა არის, მას მშობლები აღარ აყავს და აღთქმა აქვს დადებული, რომ სრულად უფლის სამსახურში დადგეს. და უფალს ემსახუროს, აი მას გამოუძებნიან ესეთ საშუალებას, რომ ასაკოვარ მამაკაცებს მოიყვანენ, როგორც საეკლესიო ტრადიცია გვაუწყებს 12 მამაკაცს და დაწინდავენ.
ღვთისმშობლის ფუნქცია უფლებამოვალეობა არის ოჯახში საოჯახო საქალებო საქმეების კეთება, ხოლო იოსებისა მისი დამჭირდელისა, რომელიც იმჟამად 80 წელს იყო გადაცილებული, რომ იზრუნოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე. და ღვთისმშობლის უმთავრესი მისია არის უფლის სამსახურში იყოს ჩამდგარი. ღვთისმშობლის ამთვისებაზე კიდე ერთ რამ უნდა გითხრათ, რომ საოცარი მინდობა უფლისადმი, უფლის დებისადმი მორჩილება და ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდა, უწმინდესი და ამაზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ყოვლადწმინდა დედათა შორის, მაგრამ უბრძენესი არის ადამიანის მოდგმა შორის, როგორც დედაკაცებს, ასე მამაკაცებს შორის. აი თუ გახსოვთ ეპიზოდები, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზი აუწყებს, ახლა ვისაუბრებთ, გულში დაიმარხავს, როდესაც იოსებსაც კი არაფერს არ ეტყვის, როდესაც იოსები განეძახავს მის განტევებას, მაშინაც კი არაფერს არ ამბობს, როდესაც იშვება მაცხოვარი და მწყემსე იმოდიან და ახარებენ, აი მაშინაც გულში დაიმარხავს, მოგვე იმოდიან გულში დაიმარხავს, ტაძარში რომ მიყავს მაცხოვარი, 40 დღის მაცხოვარი და როგორი სიტყვებით მიმართავენ და შეხვდებიან ამ ყოველივეს გულში, 12 წლის მაცხოვარი ტაძარში რომ არის და როგორი სიტყვებით მიმართავს და ყველაფერს ამას გულში იმარხავს და ეს რატომ ისი დაუკვირვებლობის ან მას არ აინტერესებს როგორ არის. არა, მისი სიბრძნის მიმანიშნებელია, რომ როცა იქნება უფლისნება, მაშინ განცხადდება. ადამიანმა რაც არ უნდა მოისურვოს, რაც არ უნდა მოინდომოს, თავის გონებით ჩაწვდეს ღვთის განგებულებას, ეს შეუძლებელია და მისი უაღმატებულესი სიბრძნე აქედან გამოიხატება, რომ იგი სრულად არის უფალწმინდობელი. ხო, აი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიწინდა რა იმყოფება იოსებთან, გაბრიელ მთავარანგელოზი შედის მასთან სახლში, თუმცა კი უნდა ვთქვათ, რომ არის ხარებასთან დაკავშირებით ხატწერის ნიმუშებზე რამოდენიმე ვერსია არის. ერთი არის აპოკრიფული, თხზულებიდან უწყება, რომ თითქოს ღვთისმშობელი წყალთან არის მისული და კოკით წყალი მოაქვს. აი ესეთი ხატწერის ნიმუშიც არის, ხოლო მეორე კუთხით სახლში ზის ხელსაქმიანობს შეიძლება წიგნიც იყო გადაჭრილი, სადაც ესაიას წინასწარ მეტყველებას კითხულობს, რომ ხალწული მიუდგება, მუცლად იღებს, მიუდგება და შობს ეს, ხომ? ეს არის წმინდა წერილში უწყებული და მიმართავს გაბრიელ მთავარანგელოზი. გიხაროდენ მიმადლებულო. თვესა მე-6-ესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღვთისა მიერ ქალაქად გალილეიასა, რომლისა სახელი ნაზარეთ. საიდან ვითვლით მე-6 თვეს? მე-6 თვე, აი მას შემდეგ რაც ზაქარია მღვდელს ეუწყა, რომ შენი ცოლი ბერწი ელისაბედი ასა გადასული, რომ გიშობს ეს და შედარებად შეიძლება გავაკეთოთ, რომ ზაქარია არის მღვდელი. გამოცდილი მღვდელია, ასაკოვანი მღვდელია და გაბრიელ მთავარანგელოზის სიტყვებმა დააბნია, შეშინდა. იგი ფიქრობს, რომ ამ სოფლიდან გასვლის ჟამია მოსული. როცა აუწყებს გაბრიელ მთავარანგელოზი, ანუგეშებს და ამშვიდებს, რომ ის არის მოსული, მან არ დაიჯერა და აი ამის საჭილად იგი დაყრუდა და დამუნჯდა კიდევაც ორივე მდგომარეობაში. აი აქედან გადის 6 თვე და გაბრიელ მთავარანგელოზი მოივლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მიმართავს ქალწულისა, თხოვილისა, ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, სახელი ქალწულისა იმის მარიამ. დავითის ტომიდან იყო იოსები და მასთან არის მithოვილი ბუნებრივია, ესე არის რომ თანატომელებზე ქორწინდებიან მხოლოდ და მხოლოდ მარიამის დავითის ტომიდან არის იუდას ტომი დავითის სახლი ესე აი ჩვენ ვამბობთ რომ ელისაბედი მისი ნათესავი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავია და თუ ელისაბედი ჩვენ სახარებაში პირდაპირ არის უწყებული რომ ახრონის ასული აარონის ასული ხომ ელისაბედი როგორ შეიძლება იყოს ვთქვათ დავითის ტომიდან იყოს საქმე ის გახლავთ რომ აარონს ამინადაბის ასული რომელიც იუდას ტომიდან იყო მასაც ელისაბედი ერქვა აარონი მათი წინაპარი მოიყვანა და ნახეთ მათი მემკვიდრი არის მისი მემკვიდრი არის ეს ელისაბედი ზაქარიას მეუღლე ელისაბედიც ეს ადრე მოხდა ეს დაქორწინება და ამიტომაც არიან ესენი ერთმანეთი ძალიან ახლო ნათესავები და მოივლინა გაბრიელ მთავარანგელოზი და ახარებს და ეუბნება რომ შევიდა ანგელოზი გიმისა და რქვა გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის ახაც შეიძლება გავიხსენოთ ახლა გაბრიელ მთავარანგელოზის სიტყვები, რითაც რომელიც სიტყვებითაც მიმართავს ზაქარიას. გიშობ შენი ცოლი ელისაბედი შენ ძეს და კონდეს იქნება შენთან სიხარული და მხიარულება. აი ამ სიხარულის და მხიარულების განმარტება ძალიან საინტერესოა, რომ აი ამ ორი სიტყვის ფუძე არის ხარა, რომელიც ბერძნულიდან მომდინარეა და ღვთის მართლს ნიშნავსო. იყო შენ და სიხარული ადამიანის გულის შინაგანი მდგომარეობა, მხიარულება მისი გარეგამოხატულება.
სხვადასხვა სახით გამოვლინდება, ან წინასწარმეტყველების უნარი მიეცემა ადამიანს, ან რაღაც სასწავლო მოქმედების და ან კუნებითი მადლი და ნიჭი მიეცემა. აი გიხაროდენ მიმადლებულო, მადლ მომუშაკებულო. გიხაროდეს, აივსე სიხარული, საფრთხო მადლით აივსე. ასა მიმართვის ეს ფორმა. ბარემ ერთსაც ვიტყვი, შეიძლება ახლა ბევრ რამეს ვედები, მაგრამ მინდა რომ როგორღაცა მოვას, რომ ძველი ტრადიცია იყო ჩვენს ბავშვობაში არ დამავიწყდება, რომ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაული მოდის, ერთმანეთს რომ მიულოცავდნენ აღდგომას, დღეს ხომ ვამბობთ, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ადრე როგორ იყო, იცით, ქრისტე აღდგა, გიხაროდენ. მეორეოვნება ჭეშმარიტად მადლი მახარებელსაო. ეს ფორმა დაიკარგა, თუმცა კი ალბათ ძალიანისაა რომ გვახსოვდეს ხომ. ნახეთ ქრისტე აღდგა და ღვთისმადლით აივსე. ამას უსურვებს ერთი, მეორე მადლობას მოახსენებს ამ მილოცვისთვის ხომ. ხო აი გაბრიელი ეუბნება მთავარანგელოზს რომ გიხაროდენ მიმადლებულო, მადლ მომუშაკებულო, აივსე საფრთხო მადლით. ბარემ ამასაც ვიტყვით რომ ეკლესიის ძველი მამები, მამათმთავრები, წინასწარმეტყველები ოცნებობდნენ რომ უფლის ანგელოზი ეხილათ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დავინახეთ რომ აი მთავარანგელოზი გაბრიელი რომელიც უფლის წინაშე მდგომელი არის მოდის და აუწყებს ამ უაღმატებულესად დიდი მნიშვნელობის შესახებ და მარიამი ესეც უნდა დავუკვირდეთ ალბათ მე მგონი რომ აი მისი სიდინჯე გაწონასწორებული ხასიათი უფალთან სრული მინდობა რომ მარიამისა რომ ის არ ამჩალდა არ ეიფორიაში არ ჩავარდა ასე რომ ვთქვათ ხომ და იგი მშვიდად ისმენს ყოველივეს და აინტერესებს არ ეკამათება არ ესაუბრება არ თითქოს არ აინტერესება როგორ აინტერესება აინტერესებს მაგრამ არ ეძიებს არ ჭხრევს როგორ იქნება და შემდეგ ეუბნება რომ აი კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის მინდა კვლავ გავიხსენოთ პირველი ევა რომელიც დაისაჯა უფლის მიერ და ეს სასჯელი როგორი იყო რომ ევას და ყველა ევას აი ბოლო ევამდე სასჯელის ქვეშ არიან რომ უნდა მიუდგე ტკივილი ჩვა შენ მემკვიდრე და მომავალი აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შენ ახარ კურთხეული ყველა დედას შორის გამორჩეული ხარ და მარტო შენ ახარ კურთხეული მარტო შენგან არის შენ ახარ თავისუფალი ამ სასჯელისგან აი დედათა შორის კურთხეულობა ამის მიმანიშნებელია ხო ბუდიში თქვენაცვალე ხო ხოლო მან რა იხილა შეძრწუნდა სიტყვას ამას მისაზე და განიზრახვიდა ვით არ მიარს მოკითხვა ესე თუ ზაქარიამ მღვდელი შეაძრწუნა გაბრიელ მთავარანგელოზის ხილო ნახეთ შეძრწუნება ეს არის პირველი რეაქცია უჩვეულო სახილველი რამას რომ იხილავ ან უჩვეულო სიტყვებს რომ მოისმენ და შემდეგ ან შიში დაეცემა ან დიდი სიხარული ან სხვა რამ განწყობა მოვა ზაქარიას შეძრწუნდა და შემდეგ შეეშინდა მარიამი შეძრწუნდა რაზე არა ანგელოზის ხილვაზე არამედ მის სიტყვებზე ვით არ მიარს მოკითხვა ესე ეს ეკლესიის მამათა უწყებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წვრთნიდა წინ უძღოდა განსწავლიდა გაბრიელ მთავარანგელოზს ამიტომაც მისი ხილვა არ იყო მისთვის შემაძრწუნებელი შემაშინებელი არამედ ეს სიტყვები რითაც მიესალმა რადგანაც აქამდე სხვანაირი სიტყვებით ესალმებოდა ეხლა კი აი ეს სიტყვებით და ვით არ მეიყოს ეს მოკითხვა ამგვარად რატომ მომიკითხა ამგვარად რატომ მომესალმა და რქვამას ანგელოზმა ნუ გეშინი მარიამ რამე თუ პოვე მადლი წინაშე ღვთისა და ანგელოზი მარიამს ამშვიდებს რომ ნუ გეშინია შენ უფლის წინაშე მადლი მოიმუშაკე მადლი პოვე და ამიტომაც არის ეს მისალმების ამგვარი ფორმა და ესე რა შენ მუცლად იყო შვედზე უწოდი სახელი მისი იესო და აი თავარი მიზანი რაც იყო მისი ღვთისმშობელთან მობრძანებისა რომ აუწყოს ამ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ჩვენ მუცლად უნდა იყო შობძეს და უწოდებ იესოს იესო იეშუა მხსნელს ნიშნავს ხომ მხსნელი ეს პირდაპირ თანამავე დროს ვთქვით რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კითხულობდა წინასწარმეტყველებას რომ ქალწული მუცლად იღებს და შობს მხსნელს აი ამას კითხულობს აი ამ დროს ეცხადება სწორედ გაბრიელ მთავარანგელოზი და არის ესეთი უწყება რომ ღვთისმშობელი ფიქრობდა ოცნებობდა რომ და იმ ქალის ვინც შობს მომავალ მესიას მხსნელს აი მისი მსახური მამყოფა მას რომ მოემსახურო ეს იყო მისი ოცნება და ნახეთ როგორი ბედნიერი აღმატებული მდგომარეობაა და
აჰა ესე რა შემოსულიყო და ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს და მისცეს მას უფალმა ღმერთმა საყდარი დავითის მამისათვისსა. ნახეთ, ეს იქნება დიდი და მაღლის ძე. ახლა კვლავ გავიხსენოთ ზაქარიას მდგომარეობა. ზაქარია და მისი ცოლი ელისაბედი მართლები იყვნენ და პირდაპირ არის უწყებული, რომ უფლის მცნებათა უბიწო და აღმსრულებელნი. პირდაპირ მართალი ამას ნიშნავს. მათი შვილი იქნებოდა დიდ, მართალი და დიდი. დიდი თავის თავში მართალსაც მოიცავს და დიდის განმარტება იქვე არის, რომ დიდი ეს დედის მიერვე წიაღში ყოფნისას სულიწმინდის ბადრით აღივსება. ეს დიფერენცირება რომ მოხდენოთ. აი მაცხოვარი იქნება დიდი და ძე მაღლის. მაღლის არსით ღმერთობას მიანიშნებს ესა უაღმატებული სირავმნიშნულობის შეიძლება ეპითეტიც კი გამოიყენება ახლა ქრისტიანობა საოცარი აი უფლათაც კი სახელდებენ გამორჩეულ ადამიანებს. გავიხსენოთ დავით მეფსალმონის სიტყვები ყვა უფალმან უფალსა ჩემსა. ნახეთ არსით უფალი მადრით განხრთობილს ეუბნება, მაგრამ ეს მაღლის ძე იყოს, მაღლის ძე არსით მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვარია, სხვა არავინ და აი ამის საუბაზე აუწყებს და მისცეს უფალმა საყდარი დავითის მამისათვისისა. ეს არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველა მეორე მეფეთა წიგნები გამოჩვათა დანიელი ფსალმუნებში ამის თაობაზე ყოველთვის უწყებული და უნდა გითხრათ რომ დავითი როგორც იყო დედმამიშვილებს შორის უმწემესი, მაგრამ იგი მეუფე ხდება, მეფე ხდება. აი ესე არის მაცხოვარი თავისი სიმდაბლით მოდის ისე რომ მას ამ ქვეყნად მობრძანებას მისას არანაირი მედიდურობა არ ახლავს. თავის სიმდაბლით იგი ხდება დავითის საყდრის მეუფე და პირდაპირ არის აქ უწყებული შემდეგ რომ მეუფებდეს სახლსაზე და იაკობისა საუკუნოდ სუფევისა მისაი არა იყოს თასასრულ. მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისა, იაკობი და ისრაელი ერთი და იგივე. ამ შემთხვევაში ისრაელი მარტორჩეულიერი არის გულისხმობს, არის მორწმუნეერი, მათ შორის ის წარმართები, რომლებმაც იტვირთეს უფალი, რომელიც უფლის რწმენაში არიან, აი ესე იაკობის სახელით არის და ამ სახლის მეუფება არის სწორედ მორწმუნეთა სახლის მეუფე არის მაცხოვარი, მორწმუნეთა ერთობის მეუფე არის მაცხოვარი. და რქვა მას მარიამ ანგელოსსა მას ვით არ მეიყოს ესე ჩემ და რამე თუ მე მამაკაცი არა ვიცი. აქაც ეკლესიის მამათა მიერ მარიამი არ ეწინააღმდეგება გაბრიელ მთავარანგელოს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეხსენება მისადმი, რომ მას უფლის უბიწოდ მსახურება აქვს. აღთქმული და ამავე დროს უნდა გეთ ქალწულობის აღთქმა აქვს და წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი რომ განმარტავს ქალწულება ჭეშმარიტი ანგელოზური ბუნების ნათესაობა არისო და მარიამი მართლაც თავისი მსახურებით თავისი ქმედებით ანგელოსაა მიმსგავსებული ესეა გამორჩეული და შეხსენება რომ იგი უბიწოდ უნდა გიებდეს შეახსენა გაბრიელ მთავარანგელოს მიუგო ანგელოზმა მან და რქვა სული წმინდა იმოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა იქ ფარვიდეს შენ ამისთვის საშობილს ამას წმინდა ეწოდოს და ძე მაღლის და ანგელოზი ეუბნება და ახლა ბარემამასაც ვიტყვით რომ უფლისთვის არაფერი არ არის შეუძლებელი სიტყვა უფლისა საქმით აღესრულება ბარემასაც ვთქვათ რომ დღეს შეიძლება თითქმერობა და ამიჩნეულო ადამიანი სხვა რამეს ფიქრობს, სხვა რამეს ამბობს, სხვა რამეს აკეთებს, ეს არ აყოფილი, ეს არის ადამიანი დაშლილია, დანგრეულია შინაგანად, ჩვენი ფიქრი, ჩვენი სიტყვა, ჩვენი საქმე ერთიანი უნდა იყოს და უფლისთვის არაფერი სიტყვა, რაც კი უფლის პირიდან გამოდის, ყოველივე საქმით აღსრულდება და ამავე დროს ეს როგორც მამაები განმარტავენ ეკლესიის მამები, შეხსენება მარიამისადმი, რომ აბრაამის ცოლი სარა ბერწი იყო, მაგრამ თქვა უფალმა და მათ შვილი მიეცათ უკვე სარა 90 წლის იყო აბრაამი კი 100 წლისა და შეხსენება იმისა რომ რასაც კი უფალი იტყვის ის საქმით აღესრულება იმიტომ რომ შენთან არის უფალი და შენ სული წმინდის მადრით იქნები დაცული და აღსებული და როგორ იყო ამ ამბის ცნობა იოსებისთვის თუ არ შეგვიშლით ხელს არ არის არა უწყება იოსებს არაფერს არ უწყებს მარია იმარხავს ამას და ესე არის განმარტებული ახლა რომ იოსებისთვის რომ წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს იოსებისთვის რომ მეუწყებინა და აიხსნა შეიძლება იოსები დაიჭვებული იყოს ბარემამასაც მოგახსენებ ჩემო კარგებო რომ მარიამი სამი თვის ორსულად არის მიდგომილი და იოსებმა იხილა რა მისი ორსულობა მარიამი აი ამ პერიოდში იმყოფებოდა თავის ნათესავ ელისაბედ
მამებთან, მან განიზრახა მისი გაშვება, იმიტომ რომ დაეჭვდა მარიამში, რომ ბუნებრივი წესია ეს, რომ პარტნიორის გარეშე შეუძლებელია დაურსულება და დაფექსირება და მას ეს ეჭვი გაუშვა და განიზრახა მისი განტევება. ესე იგი იოსემ არის სამის თაობაზე, ხო? და მე უწყება ამის შესახებ, რომ აჰა ელისაბედ ნათესავი შენი იგიცა მიდგომილარ წესა სიბერესა თვისა ესე მე-6 თვიარს მისი რომელსა იგი ერქვა ბერწი აი ელისაბედი 6 თვის უკვე ორსულად არის რომელსაც ბერწი ერქვა ნათესავი ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ საიდან აირან ესენი ნათესავები ელისაბედი იყო როგორც გითხარით ის დიდი ელისაბედი იუდასტომი და როგორც მარიამი და ეს ნათესაობა მოდის გრძელდება. რამე თუ არა შეუძლებელად წინაშე ღვთისა ყოველი სიტყვა, ნახე რაც უფლის სიტყვა არის, უფლის პირიდან გამოსული შეუძლებელი არაფერი ყოველივე საქმით აღსრულდება. ხვა მას მარიამ, აი სხვა დანარჩენი ხო არაფერი სახსნა არ დაჭირვებია. მარიამი ხო აღარ იძლევს. ნახეთ მარიამის საოცარი მინდობა და საოცარი მორჩილება და საოცარი დიდი სიბრძნე კვლავ. ხვა მას მარიამ, აჰა მხევალი უფლისაი მეყავმე სიტყვისაებ შენისა და წარვიდა მისგან ანგელოზი იქით. ნახეთ, აჰა მხევალი უფლისა, მე ვარ უფლის მონა, უფლის მხევარი ვარ, უფლის მსახურებაში ვარ. იყო შენი სიტყვისაებ, არის სრული მინდობა, როგორც შენ მითხარი, ესე ახსულდეს საქმით, ხო? და ესეც როგორც მამები განმარტავენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, სრულად მინდობა უფლის მიმართ და უფლის ნების აღმსრულებელი, როგორც უფალი ინებებს. აი ამის შემდეგ განაშორა ანგელოზი და მარიამი მიდის ელისაბედთან თუ გვაქვს რომ შეიძლება ვისაუბროთ 5 წუთი გვაქვს დარჩენილი გისმენთ აი და რა არის საინტერესო მიდის მარიამი წარვიდა მარიამი გაბრიელთან და აღდგა მარიამ მათხეთაში და წარვიდა მთად კერძო მსრაფ ქალაქად იუდაისა უნდა გითხრათ რომ მარიამი ისრაელი რამოდენიმე პროვინციისგან შედგება გალილეა იუდეა სამარია ასე შემდეგ და მოკლედ გალილეიდან ერთი პროვინციიდან მეორეში იუდეის მხარეში მიდის იუდეაში ან იუტა არის ესეთ ქალაქი, სადაც ზაქარია და ელისაბედი ცხოვრობენ. მიდის მათთან და აი მისალმების ფორმა ახლა ელისაბედი როგორ ესალმება და გაბრიელ მთავარანგელოზი როგორ ესალმება. და შევიდა სახლსა ზაქარიაისა, მოიკითხა ელისაბედ. შევიდა სახლში, კითხულობს ელისაბედს ნახვა უნდა თავის ნათესავის, რომელიც 6 თვის განმავლობაში ფეხმძიმეთ არის, აქამდე ბერწი იყო და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხა მარიამისი, კრთებოდა ყრმა იგი მუცელსამისა აგებსოსული დაწმინდ ელისაბედ. ნახეთ, წაღამ თქვით რომ დიდი არის იოანე ნათლმცემელი და ახლა ხდება მარიამის მისვლის შემსლება ელისაბედის სულიწმინდის ბადრით აღსებულობა და ელისაბედი ეს ასიხარული მის და ნახეთ მისი გარე გამოხატულება მხიარულება თქო ელისაბედი იწყებს წინასწარმეტყველებას ეს უბრალო ქალი რომელიც აი ზაქარია მუდრის ცოლია ზაქარია საშელის ქვეშ არის გამორჩეული მღვდელი ასაკოვანი მღვდელი საშელის ქვეშ არის ვერც ლაპარაკობს და არც ყურში ესმის ხოლო ელისაბედი დაწინაურდა უფრო მეტად ეს უფლის ნაწინასწარმეტყველები გაბრიელ მთავარანგელოზის ნაწინასწარმეტყველები აღსრულდა და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხა მარიამისი კრთებოდა ყრმა იგი მუცელსამის აღზო და ხმაყო ხმითა დიდითა თქვა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულას ნაყოფი მუცლისა შენისა გაბრიელ მთავარანგელოზი როგორ ესალმება კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის რამოთი პოვე მადრიდ წინაშე ღვთისა ახლა კი ეუბნება ელისაბედ რომ კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულას ნაყოფი მუცლისა შენისა რატომ ხდება ესო იმიტომ რომ მაშინ მუცლად ნაღები არ ყავდა მაცხოვარი როცა გაბრიელ მთავარანგელოზი მოვიდა აი ახლა კი უკვე მუცლად ნაღებია ისმის კითხვა კი მაგრამ ეს როდის მოხდებოდა მარიამის მიერ მაცხოვრის მუცლად ეს მოხდებოდა სწორედ იმ სიტყვების შემდეგ, როცა მარიამი ამბობს, აჰა მხევალი უფლისა, მეყავმე სიტყვისაებ შენისა. ანუ სრული მზაობა რომ გამოხატა მარიამა, აი თავისი დასტური შინაგანი ბეჭედი დაბეჭდა მარიამა თავისი მზაობა უფლის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუცლად ხება მარიამის მიერ მაცხოვრისა. რა ვიცი, პროვალია სასაუბრო კიდევ ის რომ ძალიან ცოტა გვაქვს, კიდევ ერთხელ და ისიც უნდა აღინიშნოს ალბათ რომ როგორი თავმდაბალი არის თავად დედა ღვთისმშობელი ხო რომ იმას ნატრულობს იყოს მსახური იმის მშობელიც იქნება. დიახ. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, მოულოცავთ ჩვენი ამ ტელევიზიის ერთგულ მსმენელს და მაყურებლებს კიდევ ერთხელ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს დიდი სიყვარულით ჩემს სამშობლოს მიულოცავ, ჩემს აკადემიას იქაურ სტუდენტებს, პედაგოგებს და ყველას მოგილოცავთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, დაგვილოცოს ჩვენი სამშობლო, გაგვიერთიანოს, გაგვეძლიეროს ეკლესია. გახარებული გვაყოფოს ღვთისმაგი. დიახ. მამაგირ გაისაუბრის ბოლოს 1 წუთი გვაქვს დარჩენილი სასაუბრო დრო და მინდა გითხოთ
დღეს რამდენად სწორად გვესმის დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობა თქვენ საუბრის დასაწყისში გაიხსენეთ უწმინდესი სიტყვები ჩიტიწყი არ იკეთებს დღევანდელ დღეს ბუდეს ეს შესაძლოა ვინმეს ესმოდეს როგორც უქმე დღე აღიქმებოდეს საზოგადოებაში რომ არაფერი აკეთოს რას ნიშნავს სინამდვილეში ეს სიტყვები ჩიტი ბუდეს იმიტომ არ იკეთებს რომ უფრო მეტ საქმეს აკეთებს ღვთისმშობელს განადიდებს თავისი ჭიკჭიკი თავისი გალობით იმდანად აღმატებულია ეს დღე ყველა დღესასწაულის საწყისი და საფუძველია ყველა ქრისტიანულ დღესასწაულის ესა უქმობა მცონარობას არ ნიშნავს უქმობა არის უფლის ამ დიდი ხარების გახსენება დიდი დღესასწაულის გახსენება და უფლის განდიდება ეს არის ჩვეულ საქმეს რო ანებო თავი და უფალი განადიდო ოღონდ ეს იმას არ გვეუბნება რომ თუ რაღაცა სავალდებულო და აუცილებელია ამ ყველაფერთან ხელი დაიბანო ესე მცონარობა არ არის უქმობა სხვა რამაა უფალი გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაულს დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მოგზაურობისთვის დაგემშვიდობებით მამაკაცო ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად აღვნიშნოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით გადაცემის ხასტუმართან ერთად. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვით არცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქთნდეს
მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ერთსულუნების დილა გრძელდება, გეტყვით რომ საერთაშორისო საღდგომო ფესტივალი იწყება. საკონცერტო მრავალფეროვანი პროგრამა 2 მაისიდან დაიწყება და გაგრძელდება 3 ივნისამდე. კონცერტები გაიმართება თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბორჯომსა და ბათუმში და თემაზე სასაუბროთ, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდა ფესტივალის დამფუძნებელი ორგანიზატორი მუსიკოლოგი ქალბატონი მარინა ხვედელიძე. დილამშვიდობის ქალბატონი მარინა, მადლობა მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ხარებას პირველ ყოვლისა ჩვენს უწმინდეს ულოცავ, მას დღეგრძელობა მინდა ვუსურვო და ყველა იმ ადამიანს, ვინც აფასებს აკადემიურ ხელოვნებას, აკადემიურ კულტურას და ჩვენი ფესტივალი სწორედ ამას ემსახურება. ჩვენც გილოცავთ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. აღსანიშნავი არის და საიუბილეო თარიღია, უკვე 20 წელია, რაც სტარტდება საერთაშორისო საღდგომო ფესტივალი. ისტორია ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩვენმა მაყურებლებმა, ვინც ადევნებს თვალყურს ჩვენს გადაცემებს, იმიტომ რომ ყოველწლიურად ვეხებით ამ ფესტივალს, რა თქმა უნდა, და აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი წელი განსხვავებულია ერთმანეთისგან. ვინაიდან ეს არის საიუბილეო თარიღი, რით გამოირჩევა, თქვათ? იცით რა, იქ უნდა დასრულდეს საქმე, როდესაც რუტინად იქცევა ხოლმე, ნებისმიერი საქმე ხომ ასეა. პირველ ყოვლისა მინდა თქვენს ტელეკომპანიას უთხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ყოველთვის ტელესივრციდან პირველი მერცხლები თქვენ ხართ ხოლმე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ასეთი დაინტერესების და ყურადღებისთვის. რაც შეეხება დაუბრუნდები რუტინას, არასდროს არ იქნება ეს ფესტივალი რუტინა ჩემთვის, ყოველი წელი არის გამოურჩეული თავისთავად და სწორედ ეს არის ხიბლი, რომ არ ფერდება ეს ფესტივალი, იმიტომ რომ ყოველწლიურად მე და ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი, ცნობილი პიანისტი, მსოფლიო დონის ალექსანდრე კორსანტიე ვზრუნავთ იმაზე, რომ არ ყველა ფესტივალში შინაარსი იყოს გამორჩეული და განსაკუთრებული. ბევრი მეკითხება, რომ წელს ალექსანდრე უკრას თუ
არა ფესტივალში, ნუ მე ვფიქრობ, რომ მან მხოლოდ იმიტომ შეიკავა თავი, რომ არ მინდა დიდი დოზით ვიყო წარმოდგენილი ფესტივალშიო. ის მე მგონი აპირებს ჩამოსვლას და თან წელს მას საიუბილეო წელი აქვს, 60 წელი. ალბათ საქართველოში აღნიშნავს ამ თარიღს და ვფიქრობ, რომ ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ძვირფასი და ასევე ცოტა საშიში მსმენელი და მაყურებელი ფესტივალში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ის დაესწრება საფესტივალო კონცერტებს. რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, მართლაც რაღაცა ერთი სუნთქვით გაიარა ყველაფერმა, ალბათ იმიტომ, რომ ყოველ წელს განსაკუთრებული და რაღაც სხვადასხვანაირი კონცერტები ტარდება. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, რომელიც გვერდით უთქვას ფესტივალს, იმიტომ რომ აი თქვენს გარეშე, მათ გარეშე ეს ფესტივალი ნამდვილად ვერ ჩატარდება, იმიტომ რომ აკადემიურ მუსიკას ყოველთვის სჭირდებოდა და სჭირდება თანადგომა. არა მარტო მორალური, არამედ მატერიალურიც. და ვიდრე აი მადლობებზე გადავალოს ალბათ ბოლოსკენ უფრო პირუყულის ალბათ შინაარსი ფესტივალისა. 5 ქალაქია მოცული, ეს რა თქმა უნდა ჩვენი უძვირფასესი გული საქართველოსი, თბილისი, სადაც 3 საღამო ჩატარდება. ადგილმდებარეობა ერთი და იგივე, კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ყოველთვის დასაწყისი არის 7 საათზე თბილისში და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ტრადიციული შემადგენლობის იქნება საზოგადოება, არამედ ჩემთვის ყოველთვის ეგრეთ წოდებული ფოკუს ჯგუფი არის ხოლმე ახალგაზრდობა, იმიტომ რომ სწორედ ახალგაზრდაში უნდა გაღვივდეს ის მიდრეკილება კულტურული ხელოვნებისადმი, რომელიც აყალიბებს ზოგადად თავად ადამიანს, პერსონას და ვფიქრობ, რომ ამის გამო მას ექნება მოვლენების სწორად შეფასების უნარი. ავტორმა ნაწილების მატებასთან ერთად საინტერესო არის სწორედ ეს საკითხი, რომ რამდენად შემოუერთდნენ ახალგაზრდები სწორედ ამ ფესტივალს, როგორც შემსრულებლების თვალსაზრისით, ასევე დამსწრე საზოგადოების კუთხით. დიახ, სტატისტიკური ზრდა მე თავად კონსერვატორიის ლექტორი ვარ და მაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა სტუდენტებთან. ისინი რა თქმა უნდა აქტიურები არიან. აქ საუბარი არის არა მარტო სახელოვნებო უმაღლესების ახალგაზრდობასთან, არამედ საუბარი არის ასევე ზოგადად ახალგაზრდა თაობასთან. და მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ეცდება ფესტივალი როგორც წარსულში გამოყოს ხოლმე ეგრეთ წოდებული უფასო ადგილები საიმისოდ, რომ ისინი დაესწრონ ამ კონცერტებს და ეზიარონ მაღალი კულტურის ხელოვნებას. როგორც უკვე გითხარით, ესე იგი 5 ქალაქია, აბსოლუტურად აი რეგიონების გულები, პატარ-პატარა გულები კიდევ. ამ 20 წლის განმავლობაში ყოველთვის ამ 5 ქალაქში ტარდებოდა თუ არა, ესეც საინტერესოა. გეტყვით, ისიც რა სულ ადრე ბევრად მეტი ქალაქი იყო მოცული. მე რაღაცნაირად, ნუ იცით რომ რაღაცა სიდუხჭერე იყო საქართველოში, ნახეთ ახლა 20 წელი მთელი ეს ისტორია რო გავიაროთ, არა. მე თითქოს შემოისაზღვრა მხოლოდ რეგიონებიდან 3 ქალაქით, ეს იყო თელავი, ქუთაისი, ბათუმი. ეს მუდმივი ეგრეთ წოდებული კომპანიონები ფესტივალის და უკვე 2 წელია და ეს არის აქტიურობა გოგიტა ბუგიანიშვილის, რომელიც გარდა იმისა, რომ კარგი მომღერალია, რეგიონის არაჩვეულებრივი ანსამბლის ხელმძღვანელია, კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ბორჯომში. ხო, მან შემომთავაზა, შევხვდით ასე შემთხვევით ქუჩაში და შემომთავაზა, იმიტომ რომ ბორჯომი ერთ-ერთი აქტიური კულტურული ცენტრია, ეგ სხვადასხვა ფესტივალები ტარდება. და მოვიფიქრე ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ასევე გაგვაქვს, ესე იგი ბორჯომში და მე ვფიქრობ, რომ ბორჯომი იქნება ჩვენი მუდმივი მხარდამჭერი, იმიტომ რომ ადრე იყო რამდენჯერმე ფესტივალი ჩატარდა ბორჯომში, ასე რომ ეს გამოცდილება ჩვენ აქტიური გვაქვს ამ არაჩვეულებრივ ულამაზეს რეგიონთან. სხვა ქალაქში თუ არის სურვილი და შესაძლებლობა, იცით რა, აი მე გამოვიყენებ ახლა თქვენს ეთერს, იმიტომ რომ მორალურად მე მზად ვარ საიმისოდ, რომ ფესტივალი კიდევ უფრო გაიშალოს, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ამ მხრივაც ერთადერთია და გამორჩეული, როდესაც ის ლოკალურად ერთ ადგილზე არ ტარდება და გაბნეულია საქართველოს ყველა კუთხეში. თავის დროზე უწმინდესმა გითხრა, როდესაც ყალიბდებოდა ეს ფესტივალი, რომ თქვენ უნდა ეცადოთ და დაიმახსოვროთ ის, რომ აკადემიური ხელოვნება არ გახლავთ მხოლოდ დედაქალაქის პრიორიტეტი. ეს უპირატესობა გაიტანეთ თქვენ აუცილებლად რეგიონებში და ეცადეთ იქ არ გაყიდოთ ბილეთები, იმიტომ რომ რეგიონის ხალხს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია და ამას ვაკეთებთ უკვე 20 წელია, მე 20 წელია. მერტო ჩემო არც მჯერა რომ 20-ია. წლევანდელი ფესტივალის შინაარსზე ვსაუბრობთ, შეიძლება დაგვაროთ, რომ ვთქვათ ძალიან მოკლედ, ჩვენ გვეყოლება, ესე ვთქვათ, აქედან 2 ჩვენი თანამემამულე და 1 უცხოელი, რომელიც ჩამოდიან სპეციალურად უცხოეთიდან.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ჩვენი სახელოვანი სოპრანო ნანა ქავთარაშვილი, რომელიც დიდი ხანია უკვე მილანში ცხოვრობს თავის იტალიელ მეუღლესთან ერთად და მე შევთავაზე მას სხვათა შორის ნანას ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ფესტივალში. აი წლები რო გავიხსენოთ განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში არაერთხელ მიუღია მას მონაწილეობა თან უანგაროდ და მე ვფიქრობ რომ ნანას მადლია ახლა რომ მე მას მადლობა გადაუხადო ამისთვის. ნანასთან ერთად იტალიიდან ჩამოვა პაოლო ლარდიცონე. ეს არის ჩვენი მართლაც ფესტივალის საპატიო სტუმარი, რადგან ის პირველად ჩამოდის საქართველოში და პირველად მიიღებს არა მარტო ამ ფესტივალში, ზოგადად საქართველოში კონცერტში მონაწილეობას და მე მოვისმინე და ვნახე მისი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ის მართლაც აი შედარებით ახალგაზრდა და ძალიან წარჩინებული ტენორია და მე ვფიქრობ რომ ქალბატონი ირინა აივაზოვასთან ერთად, რომელიც მე ვთვლი ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტმაისტერია თბილისის ოპერის თეატრში, არაჩვეულებრივ კონცერტს გამართავენ. ეს იქნება ისეთი ნამდვილი ფოიერვერკი, იმიტომ რომ ეს იქნება ცნობილი არიები, დუეტები, სიმღერები ნეაპოლური, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საღამო უნდა შედგეს და ამ საღამოთი საზეიმოდ გაიხსნება ფესტივალი. მე ვფიქრობ და მოგზალებით კიდევ ერთხელ მივმართავ, ჩვენ ძალიან დაგვეხმარა გვერდი დაგვითქვა იტალიის საელჩო, რომელსაც დააბინა სამგზავრობა იტალიელი ტენორის და ვფიქრობთ, რომ მისი აღმატებულება ელჩიც მიესალმება საზოგადოებას და მოგილოცავს ალბათ 20 წელს ფესტივალისას. შემდეგ ეს პროექტი ვაპარალელებთ ხოლმე, იმიტომ რომ ამდენი მატერიალური საშუალება რო სხვადასხვა პროექტები წაიღო არ არის, მიგვაქვს თელავში განსაკუთრებული მასპინძლობა იციან რაღაც საოცარი და მე ვფიქრობ, რომ აი პაულო საბოლოოდ ორივე მხარზე დავცემთ, იმიტომ რომ ის ნახავს არა მარტო კახეთის გულს, ნახავს განსაკუთრებულ მასპინძლობას და ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ნახეთ ძალიან ცნობილი ჩვენი ძალიან პოპულარული პიანისტი და ინტერპრეტატორი გიგი პიანომენით არის ცნობილი ეს ადამიანი, ხო, რომელიც ძალიან აკადემიურად, კულტურულად თავის ინტერპრეტაციებს ქმნის ქართული აკადემიური მუსიკის მართლაც ცნობილი თემებისა და მიყვავს ქუთაისში და ერთადერთი ესეთი ექსკლუზივი კონცერტი ჩატარდება ქუთაისში. ეს არის 7 და თუ კი ახლა ჩვენ გვისმენენ ქუთაისლები, ქუთაისის საზოგადოება, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოტოვონ ეს საღამო, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი შეხვედრა იქნება. აი მე გისმენთ პირველ რიგში როგორც ქუთაისელი და გავრცელეთ, იმიტომ რომ მართლა იქნება ერთადერთი საღამო იქნება, მართლაც უნიკალური და მართლაც სპეციალურად მომზადებული ამ ფესტივალისთვის. შემდეგ ისევ ვუბრუნდებით თბილისს და აი ესპანეთიდან ჩამოყვავს ჯერ არ ჩამოსულა ქეთი ქემოკლიძე, ჩვენი სახელოვანი მომღერალი და ასევე ჩემი უსაყვარლესი, მე ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობარი თათა ლიჩელი, რომლებმაც მოიფიქრეს, მე ვთხოვე, რომ რაღაც აი განსაკუთრებული პროექტი გვინდა მეთქი, არა არიები და აი რაღაც განსაკუთრებული და მართლაც ესე იგი გუშინ წინ დადგინდა ეს პროგრამა და მე დავარქვი კონცერტს სახელწოდება დროის სილუეტები, კლასიკა ბოშური მელოდიებით. ესე იგი ეს იქნება სხვადასხვა ეპოქის და დროის ცნობილი კომპოზიტორები, რომლებსაც გამოყენებული აქვს ბოშური თემები და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საღამო უნდა შედგეს. და უკვე ვუახლოვდები ჯგუფს, რომელიც სოლო კონცერტებს მე მგონი დიდი ხანია არ გამოსულა და მით უფრო რეგიონებში, ამიტომ მათ გაუკეთეს თქო 3 საღამო. თბილისში დაიწყება ათვლა მათი და შემდეგ გადავლენ ისინი ჯერ ბორჯომში და შემდეგ უკვე ბოლოს ბათუმში დახურავენ საზეიმოდ ფესტივალს. ეს არის აკაპელა ჯგუფი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ თანხლება არ გააჩნიათ, 6-ნი არიან და მაინც აქვთ საორკესტრო ხმოვანება, ეს არის Georgian Six. ჯგუფი, რომელიც ძალიან უყვართ კომპოზიტორებს, სპეციალურად უწენენ ქმნილებებს, განსაკუთრებით გია ყანჩელისის რჩეული ჯგუფი იყო და არის და მე ვფიქრობ, რომ Georgian Six-იც და მე მგონი კარგად და წარმატებულად უნდა წარმოჩინდეს ამ ფესტივალში. და მომეცით უფლება, რომ მაინც აი ჩემი საუბრის ალბათ დასასრულს არ ვიცი გაქვთ თუ არა კიდევ კითხვები, ჩამოთვალო ის ადამიანები, ეს ყველა სამთავრობო ორგანიზაციებია დამიჯერეთ, იმიტომ რომ ძალიან ძნელად მოდიან კომერციული ორგანიზაციები, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ხშირად და ყოფილა ეს, მაგრამ აი ძირითადად ჩვენი სამთავრობო ორგანიზაციები.
რეგიონებიდან დავიწყებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თქვენ არ ვიცი ყოფილხართ თუ არა ბოლო წლები თელავში მსგავსი სისუფთავე და სილამაზე რაც არის თელავში მართლა არ მინახავს არსად და ეს არის ბატონი მერის ლევან ანდრიაშვილის დამსახურება აი ყოველთვის მიხარია ხოლმე თელავში წასვლა და უშუალო კურატორი თავად ძალიან კარგი მომღერალი და პოეტი ლეილა ლეგაშვილი რომელიც მეხმარება თელავში აჭარის კულტურის მინისტრი ახალი მინისტრი ჩვენი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე ცნობილი პიანისტი მერი არჩილ ჩიქოვანი და ასევე ძალიან ჩემთვის საყვარელი ადამიანი მომღერალი სოფო ხალბაში რომელიც უშუალოდ მეხმარება მერის მოადგილე ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ჩვენი გოგიტა ბუგიანიშვილი მას დიდი წარმოჩენა არ უნდა ისედაც ცნობილი ადამიანია შემდეგ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დიახ და ჩემი ელეონორა გოგოლაშვილი რომელიც ასევე უშუალო კურატორია ამ ფესტივალის მას ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახმარებისთვის და დაუბრუნდები დედაქალაქს საქართველოს კულტურის მინისტრი ასევე ახალი მინისტრი ჩვენი რომელსაც მინდა დიდი წარმატება უსურვო სარბიელზე თინა თინდრუხაძე თბილისის მერი ბატონი კახე კალაძე და მოადგილე ბასილაია ანდრია ჩვენი არაჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ასევე ყოველ წუთს ყურადღებას აქცევს ამ ფესტივალს და ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა და ნინო სულაძე რომელიც უშუალოდ ყველა ფესტივალს ხელმძღვანელობს, მაგრამ ჩვენ ფესტივალსაც და მინდა მადლობა გადაუხადო. რა თქმა უნდა, თქვენს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ასეთ დღესასწაულს შუქნით ხოლმე ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს და ყველა საშუალებას აძლევთ, რომ ეზიარონ ამ დიდ კულტურას, დიდ ხელოვნებას, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ზრდის ადამიანს სულიერად და მის თვალსაჩინოებსაც აფართოვებს თავისთავად და სულ სხვანაირად აყალიბებს პიროვნებას. დიდი მადლობა ამ გაწეული შრომისთვის, იმიტომ რომ ამ ფესტივალის უკან ბევრი გათენებული ღამეა, დიდი შრომა. როგორც გუჟინდელი ღამე. რა თქმა უნდა, ასე რომ თქვენს გვაქვს. წარმატებები მინდა გისურვოთ ქალბატონო მანანა თქვენ და ფესტივალს. დაგიმშვიდობებით, დიდი მადლობა ორგანიზებისთვის ხომ არ გინდათ რა იმის დამატება? არაფერი, კიდევ ერთხელ მადლიერება. აი ყოველთვის იმეორებდა ბატონი აზორ ერქომაიშვილი, რომელთანაც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე და სულ ამბობდა, რომ ყველაზე კარგი თვისება და ისეთ ღრმა თვისება ადამიანის არის მადლიერება და მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ აი თვითონ თქვენს ხელმძღვანელობას, აი ამ გადაცემის წამყვანებს, პროდიუსერებს და ასე შემდეგ, აი ასეთი ერთგულებისთვის და დაინტერესებისათვის ფესტივალის მიმართ. დიდი მადლობა თქვენ ორგანიზებისა და აქტიურობისთვის, დაგიმშვიდობებით. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ საერთაშორისო საღამო ფესტივალის დამფუძნებელი ორგანიზატორი მუსიკოლოგი ქალბატონი მანანა ხვედელით. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საინტერესო გამოფენის გახსნისთვის ემზადება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვერცხლის უნიკალური ნიმუშები, რომელიც მოიცავს საქართველოში მე-19 საუკუნეების პერიოდს. ვნახოთ ნინი გელაშვილის მომზადებული სიუჟეტი. ვერცხლმქანდაკებლობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ვერცხლის ადრეული ნაკეთობები ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს ჩნდება და ამ დროიდან მისი მხატვრული მრავალფეროვანი ნიმუშები ეთნოგრაფიულ ყოფაშიც გვხვდება. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოდგენილი ახალი ექსპოზიცია მე-19 საუკუნეების პერიოდის ვერცხლმქანდაკებლობის მრავალფეროვან ნიმუშებს აერთიანებს. ჩვენ წარმოვადგინეთ სამი ძირითადი მიმართულება. ეს არის არქეოლოგია, მე-14-მე-15 საუკუნეების საქართველოში დამოწმებული არქეოლოგიური მასალა ვერცხლის ნივთები. მოგეხსენებათ ამ პერიოდში ვერცხლის კრიზისი იყო და გამოფინეს ოქროსა და ბრინჯაოს ნივთები. ასევე წარმოდგენილი არის მონუმენტური ფერწერის ნიმუშები ფრესკის პირების სახით. მეორე დარბაზი გახლავთ თავიდან ბოლომდე ეთნოგრაფიული მიმართულება. ეს საგანძური ჩვენთან თითქმის 150 წელი გროვდებოდა და ესე ერთიანად გამოფენა პირველად მოხდა. სულთლიანად ექსპოზიციას 150-მდე ექსპონატს მოიცავს. ძირითადი ხაზი მაინც სამკაულების იყო, ვინაიდანაც გრანტი მოიცავდა სამკაულების კვლევას. ერთი ვიტრინა დაუთმეთ ოქროს ნივთებს. გავლენები იგრძნობა თბილისურ სამკაულზე, სპარსული გავლენაც იგრძნობა, ოსმალური გავლენაც იგრძნობა, მაგრამ ხელობა და შემოქმედება თბილისურია, ადგილობრივია.
გამოფენა მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ფონდს პირველ რიგში, ასევე ეროვნული მუზეუმის დირექციას. თქვენ ახლა მე-12-მე-19 საუკუნეების ძვირფასი ლითონისაგან დამზადებულ ექსპონატებს ხედავთ, რომელთა უმეტესობა დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა. აქ წარმოდგენილია ეკლესიებისთვის შეწირული ვერცხლის თასები, რომელთა წარწერებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს გვაუწყებს. ასევე ნახავთ მეფე სოლომონ პირველისა და მეფე ერეკლე მეორის ფერწერულ პორტრეტებს, მემორიალურ შევერცხლილ იარაღებსა და წმინდა ნაწილებიან სანაწილეს. ეს გახლავთ ჩვენი ვიტრინა. ძირითადი კოლექცია შეწირული არის მლეთის სალოცავში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მერვე ნომრის ვიტრინა. ეს არის სარიდან ერისთავის შეწირული თასი. სარიდან ერისთავი არის არაგვის ერისთავი იყო ბეჟან ერისთავის ვაჟი. მას ცენტრში აქვს გამოსახულება წმინდა გიორგის მე-6 სასწაულის, რომელსაც უკან პატარა ბიჭი ყავს შემოჯენილი წმინდა გიორგის. ეს იკონოგრაფიული სცენა ცნობილია რასაკვირველია ქართულ მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში. ესეთი მემორიალური თასებია დანარჩენი, სადაც დარეჯანის შეწირული თასი გვაქვს, ასევე პატარა სურა წმინდა ნინოს საფლავიდან. საგამოფენო სივრცეში ასევე ვხვდებით მე-4-მე-16 საუკუნეების პერიოდის ვერცხლმქანდაკებლობის ისეთ არქეოლოგიურ ნიმუშებს, როგორებიცაა ჯვრები, საკინძეები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები, გულსაკიდები და ტანსაცმლის აქსესუარები. არქეოლოგიურ ექსპოზიციაზე იხილავს დამთვალიერებელი საქართველოს გაქრისტიანების შედეგად, ანუ მე-4 საუკუნიდან მოყოლებული მე-16 საუკუნის ჩათვლით წარმოდგენილ არტეფაქტებს და ექსპონატებს. ეს ჯვრები არის უნიკალური იმით, რომ არის ადგილობრივი, დამზადებული თუშეთში, მაგალითად, თუშეთის ექსპედიციის მიერ არის შემოტანილი მუზეუმში და უნიკალურია თავისი მხატვრულ სტილისტური ნამუშევრებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს ორი ჯვარი, ეს და ეს, რომელიც არის წმინდა სანაწილეების შესანახი განვითარებულ შუა საუკუნეებში, გულსაკით ჯვარს წარმოადგენდა ჩვეულებრივ. აი მაგალითად ამ ვიტრინაში ხედავთ თქვენ გულსაკითს და ბეჭედს, ასევე მცხეთის სამაროვნიდან, რომელიც არის ქრისტიანული პერიოდის უკვე მე-4-მე-5 საუკუნის მასალა არის. ამ სივრცეში წარმოდგენილი არის მაგალითისთვის რომ ავიღოთ მე-14-მე-15 საუკუნის გულსაკიდი ხატები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვათა შორის ასეთი ხატები და მხოლოდ ერთი შიდა ქართლის რეგიონისთვის არის დამახასიათებელი რაღაც ტრადიცია არსებობდა როგორც ჩანს მხოლოდ ამ რეგიონისთვის და განსაკუთრებულია ამ ხრივათაც. ასევე ეს არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ქვია დმანისის განძი, რომელიც აღმოჩენილი არის დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად და იყო გადამალული, როგორც ჩანს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასევე ფრესკის პირები ისტორიულ პირთა პორტრეტული გამოსახულებებით. მათი ნაწილი დღეს უკვე ძლიერ დაზიანებული კედლის მხატვრობის ზუსტ ასლებს წარმოადგენს. გამოფენაზე წარმოდგენილი გახლავთ მონუმენტურ მხატვრობაში ასახული ისტორიულ პირთა პორტრეტები, რომელთა გამოსახულებებზეც სამკაულის საინტერესო ნიმუშებია წარმოდგენილი. უმეტესწილად სამკაულის გამოსახულება მე-16-მე-17 საუკუნის პორტრეტებზე გვხვდება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გახლავთ ის პერიოდი, როდესაც არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალა საკმაოდ მწირია. მეფეთა პორტრეტებზე სამკაულის პირველი გამოსახულება თამარ მეფის პორტრეტზე გვხვდება. ეს გახლავთ ვარძიაში არსებული თამარის გამოსახულება, სადაც იგი მას ამშვენებს ოქროს მრგვალი საკმაოდ დიდი ზომის საყურე, რომელსაც შუაში მარგალიტებით შემოვლებული ლალის თვალი ამკობდა. ბეთანიაში უკვე ის სამკაულის საყურესთან ერთად ბეჭდებითაც არის გამოსახული თამარ მეფე და მის გვერდით წარმოდგენილი ლაშა გიორგიც ბეჭდებით წარმოგვიდგება, ორივე ხელის ნეკათიძე მას ოქროს მრკალისებრი ბეჭდები ამშვენებს. მინდა ყურადღება გავამახვილო ძალიან საინტერესო ნიმუშს და ბეჭდების მოხმარების
ძალიან საინტერესო ნიმუშზე, რომელიც მოცემული არის სვანეთში, ლეხთაგის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. ამ ქალბატონებს, როგორც ხედავთ, ორივე ხელის ყველა თითზე და სხვადასხვა ფალანგზე სწორედ ბეჭდები ამშვენებთ და შესაძლებელია ასევე მის გარჩევაც, რომ ეს ბეჭდები თვლები ზოგიერთი ბეჭედი ფარაკიანია და თვლებით არის შემკული. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო მარტვილის ტაძარში წარმოდგენილი მარიამ დადიანის გამოსახულებაზე, რომელსაც სამკოვლის თითქმის ყველა სახეობა ამკობს. ეს არის სფეროიდით ქვებისგან შემდგარი საყურე, ყელსაბამი, ოქროს ჯაჭვზე დაკიდებული გულისებრი ფორმის საკიდიანი გულსამკაული. მარტვილის ტაძარშიც ძალიან საინტერესო საერო პირთა პორტრეტებია წარმოდგენილი. საინტერესოა მათი კოსტიუმი, განსაკუთრებით აი ქალბატონის კაბაც, როგორც ხედავთ, არის არაჩვეულებრივი და ასევე მისი სამკაულიც. ეს გახლავთ თავად ლევან მეორე დადიანის ოჯახის საქტიტორო გამოსახულება, იქ თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის წარმოდგენილი და ყველა მათგან სწორედ სამკაული ამკობს. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით ვერცხლმქანდაკებლობა მე-19 საუკუნეების საქართველოში 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დიდი მადლობა ნინის სიუჟეტისთვის. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის. სოფიო, კიდევ ერთხელ მივულოცოთ სრულიად საქართველოს უდიდესი საუფლო დღესასწაული ხარება, მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ხვალამდე. ნახვამდის.